მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ, ასეთი გაშლა გავაკეთოთ, იქნებით თუ არა თქვენ ერთად. ეგრევე დასთან მეუბნება რაღაცა მოხდა თქვენ შორის გაუგებრობა, შეიძლება ზოგმა დაასრულეს კიდევაც ურთიერთობა და ამიტომ ალბათ გაინტერესებს საბოლოოდ იქნებით თუ არა ერთად. გავაკეთებ ახლა სიგნიფიკაციას, დიდი ხანია მე ასე არ გამეკეთებიათ და მაგითა გავასწორო. ხო. და აი გავაკეთოთ ჩვენ. ვნახოთ ახლა რა ხდება თქვენს წყვილში ახლა. დიაგნოსტიკა გავაკეთოთ ახლა ჩვენ. так, თქვენ ახლა თქვენი პარტნიორი რა ენერგიებში არის ახლა ვნახოთ. ქოცნებიერათაც რა აქვს ამ ადამიანს და რა ხდება ახლა თქვენს შორის და მე როგორ ავიღებ იმას რომ ორი წამოვიდა, ოკეი. კი, მაგრამ როგორ ერთმანეთი კი გიყვართ, მაგრამ სამწუხაროდ რაღაცა მოხდა, ოკეი. ნახოთ ახლა ჩვენ. აბა. გოგო რა პოზიციაში მყავს გოგო. თქვენ ახლა ხართ როგორ იცით, პრინციპში, აი გეტყვი ძალიან კარგი ენერგია. თქვენ გამოხვიდეთ კრიზისიდან, თქვენ უკვე ბევრი რაღაცები გაიაზრეთ, თქვენ უკვე მიხვდეთ და უკვე აი თითქმის როგორ ახართ იცით, აქ ბევრი გადაერთეთ თქვენს საქმეებზე, თქვენ ხობიზე, ვის რა აქვს, ყოველ შემთხვევაში როგორ ხართ იცით, არ ეკიდებეთ, თქვენ უკვე გამოიარეთ, აი ბევრი რაღაცა შეიძლება გქონდეთ თქვენ გაცნობიერება, შეიძლება თქვენ თავს ელაპარაკეთ, შეიძლება მიყავით აი გაუგებარ სიტუაციაში რა გავაკეთო, მაგრამ ეხლა ხართ მშვიდად, დამშვიდეთ უკვე თქვენ, მაგრამ აქ როგორი საინტერესო სიტუაცია, თქვენ აქ პრინციპში ამბიჯს ხელს არ აკრავთ რა. თქვენ პრინციპში მზად კი ხართ, რომ სიტყვაზე გააგრძელოთ ამ ადამიანთან ურთიერთობა და ხელსაც აწოდებთ, მაგრამ ის ადამიანი ეხლა აქ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება თქვენ სადღაც გიყურებს, გითვალთვალებს, ან შეიძლება თქვათ ერთად მუშაობთ, ან ბევრს რო ფიქრობს იმაზე შეიძლება რას აკეთებს ნეტა ეს გოგო. აქ ახლა ორი პერსონაჟი, ამიტომ ეგრევე მოდის ორივეზე ინფორმაცია, მაგრამ კარგი პოზიცია გაქვთ თქვენ ახლა, არა ხართ ისე რა თქვათ ნერვები მოშლილი, თქვენ უკვე დამშვიდებული ხართ ნამდვილად და გადაერთეთ რაღაცა თქვენ საქმიანობაზე, მაგრამ რაც ეხება ამ ურთიერთობას, თქვენ შემთხვევაში პრინციპში თქვენ კარები არ აქვს დახურული, უბრალოდ ერთ-ერთი მომენტი, რომ თქვენ არ მისცემთ ადამიანს, უკვე არავის, რომ თქვენ რაღაცა ან მანიპულაციებით შემოვიდეს, ან ტყუილებით, ან რაღაცით, მაგრამ ხართ თქვენთვის მშვიდად წყნარად, იმიტომ რომ თქვენ უკვე გადაიტანეთ ეს რთული პერიოდი, რომელიც იყო თქვენს შორის, ხო? ნახოთ ახლა, პრინციპში ხო გითხარით, აი მართლა, აი მე რა მომწონს იცი ამ ბოლო დროს, რომ ჩვენთან სივრცეში არიან როგორი გოგოები რა. ისეთი გოგოები, რომელიც ისაც არ აქვს, თქვათ, აი ლანძღვა, გინება, რაღაცა, რო იციან ხოლმე პარტნიორზე რაღაც ესეთი თქმა, რომ აი ის ამოწყდეს, კაროჩე, რა მიწაში რო ჩადებენ და ამოიღებენ რა. არა, აი ძალიან აი ისეთი აი ადამიანები, ვინც მართლა ხვდება, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, კი, რაზე ლაპარაკია, მაგრამ მე როგორ მივიღებ, მე როგორ რას გამოვიტან ამ ურთიერთობიდან, ეს არის მთავარი და ნამდვილად თქვენ ახლა შეხედეთ ახლა ფიქრებშიც თქვენ ახლა ბევრს ფიქრობთ ამ ადამიანზე და სხვათა შორის იხსენებთ მხოლოდ და მხოლოდ კარგ პერიოდებს რა. აქ თუ თქვენ ახლა გეუბნებით ლანძღვა გინებაში ხართ, ეგრე არა. და პლუს კიდე რაც ეხება აქ თქვენს გრძნობას და გვეცნობიერს, თქვენ ნახეთ, აი აქ ადამიანი არის მზად ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის. თუ დაუშვოთ ის ადამიანი წავიდა, ხო, თქვენ ნამდვილად გაუშვებთ მაგას, იმის მიუხედავად, რომ კი შეიძლება ბევრსაც ფიქრობთ მაგ ადამიანზე, შეიძლება ბევრს ფიქრობთ იმაზე, რომ თქვა გავაგრძელებ ურთიერთობას, მაგრამ თუ დამშვიდება მოხდება, კი ბატონო რა. მაგრამ მაინც შეხვედრას ელოდებით. აქ უეჭველი, იცით რომ თქვენ შეიძლება გააქვთ თქვენ აქ ძალიან მენტალური კავშირი, ერთმანეთს ძალიან კარგად გრძნობთ თქვენ და კიდევ და იმასაც კი ხვდებით, რომ არც ეს ადამიანი არ არის ისეთ პოზიციაში, რომ ძალიან კარგად და მშვიდად იყოს რა. იმასაც აქვს რაღაცა თქვათ ის პერიოდი, როცა
განიცდის რაღაცას, თქვენ ამაზე გრძნობ, ძალიან კარგი ინტუიცია გაქვს სხვათა შორის და ძალიან კარგად ხვდებით თქვენ ყველაფერს რა. მაგრამ აი აქ თქვენ უბრალოდ რაც ეხება თქვა გაბრაზებას თუ რაღაცა წყენას თუ რაც არ უნდა იყოს, თქვენ ეს ყველაფერი უკვე გაუშვით აქედან, თქვენ უკვე ეს ნამდვილად აღარა გაქვთ ეს გულში. ნახოთ ეხლა თქვენი ბიჭი რა შვება, როგორ არის ეხლა. აი ხო გეუბნებით, ესეც ნახეთ, პრინციპში რა ენერგიებში არის, აბა ვნახოთ ეხლა. და ერთი მაინტერესებს, აი აქ ერთი წუთით. მაინტერესებდა რომ ისე რა ქვია აქ ახალი ვინმე ხო არ აყავს მაგას და უკვე თქვა ქორწინებას ფიქრობს და თქვენ კიდე ამაზე უყურებთ, არა გადავამოწმე, იმიტომ რომ პენტაკლების მეფე, პენტაკლების დედოფალი, ანუ თქვენ ხართ. ნახეთ ხა და პრინციპში ისედაც რა თქვენ ვეკითხები ხო? მაინც, ესე იგი შეხედეთ, აი აქ ადამიანს ქონდა მართლა ძალიან რთული პერიოდი და თქვენ მაგას როგორც გითხარით, ძალიან კარგადაც გრძნობდით, რომ ეს ესეთი პერიოდი იყო და ძალიან განიცადა ამანაც ბევრი რამ, მაგრამ ნახეთ, აქ თითქოს ეს ადამიანი უკვე ფიქრობს და ემზადება, ყოველ შემთხვევაში თქვენთან ერთად ოცნებობს რაღაც ურთიერთობის განვითარებას. შეხედეთ აქ როგორ შეიცვალა სიტუაციები რა. ეთყობა რაღაცა რომ მოხდა, აი ნახეთ, აი რატო ვეძახა ხოლმე, როცა გაუშვებ აი ასე ადამიანს სიბრაზის გარეშე, წყევლის, ლანცვის გარეშე, ხო, რომ აცნობიერებ ყველაფერს, აი მაშინ სიტუაცია მართლა იცვლება და ენერგიებიც იცვლება ძალიან, იმიტომ რომ აქ არის როგორ ადამიანსაც ქონდა იმისი დრო, რომ ეფიქრა თავის მომავალზე და თავის მომავალში ის ხედავს თქვენს, მაგრამ ნახეთ როგორ სერიოზულად და როგორ უნდა თქვენთან ერთად ცხოვრება. მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ ვიღაცასთან შეიძლება დაჟე მოვიდეს ადამიანი და ხელიც გთხოვოს, შეიძლება თქვენ აქ კიდევაც ელოდებოდეთ, რომ მე მზად ვარ შენ ახლა ხელი მოგაწოდე და შენთან ერთად წავიდე თქვა ბედნიერებაში, ხო? მაგრამ აქ იყო რაღაცა პერიოდი რა, რაღაცა მოხდა, ან შეიძლება წავიდა ადამიანი, თქვა არაფერი არ გითხრა რაღაც ისე რა. არის აქვს მამაკაცებს სამწუხაროდ ეს მომენტები, რომ შეუძლიათ რომ უცბად რაღაცა დაჟე აი ზოგჯერ კორწინების წინაც არ გაგიგვირდეთ, იმიტომ რომ რაღაც შიშები აქვთ რა, როგორც აი გოგოებსაც ემართებათ ეგეთი რამეები, რომ გაქცევაზე რო არიან, როცა უკვე მიუახლოვდება დღე, თქვათ, გათხოვების, არის ეგეთი პრეცედენტები და ამიტომ მაგრამ აქ ნახათ, მაგრამ ეს ამას ფიქრობს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერს არ აკეთებს ამისთვის, აქ მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობს იმაზე, რომ აი ნამდვილად მინდა რომ უკვე შემოვიდეს რა ესეთი, აქ უეჭველი თქვენზე არის საუბარი რა, იმიტომ რომ კი, ადამიანთან ვისაც დასრულდა ურთიერთობა, კი. თქვენ, ანუ აქ მაგას რა უნდა იცით, რომ თქვენ აი დასვათ, აი თქვენ ხო დასვით წერტილი, უბრალოდ კიდევ ამოწმებთ, იმიტომ რომ მაინც ხო შეიძლება რომ აი არ გამომივიდეს აქ რამე ისეთი გაუგებრობა თქვენთვის და არა, ვისთანაც მოხდა ეს მწარე აი ეს დასრულება რა. კი, მაინც ეს თქვენ ხართ 100%-იანი რა. უბრალოდ ეს არის ახლა ამასთან ნახეთ ოცნების დონეზე. ოცნებობს, რომ თქვენნაირ ქალთან, აი რო ოჯახი რო თუ მინდა რომ შეექმნა, მხოლოდ ამ ქალთან, აი ასეთ ქალთან, როგორიც ეგ არის რა. მხოლოდ ამნაირ ქალთან მინდა რომ შეექმნა ურთიერთობა. მაგრამ არაფერს არ აკეთებს, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება აქ დასვით წერტილი რა. შეიძლება რამე მიწერეთ ისეთი, რამაც მართლა შეიძლება დაჟე გამოაფხიზლებ კიდევაც მომენტ, მაგრამ მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ აქ რას გვაჩვენებს და რა ხდება ახლა თქო გასაგებია. გასაგებია, აი ზუსტად ეგ არის ნახეთ. აი ეგ სიტუაცია რომელიც იყო თქვენ შორის, არის ნახეთ როგორი, აქ ორივეს უყვართ ერთმანეთი, ეს არის უეჭველი, უბრალოდ. თქვენ ეხლა თქვენ სივრცეში კიდევ ასე ვეტყოდე ხდება რა. აი იმ სიტუაციაში, რაც სიტუაციაში თქვენ აღმოჩნდეთ, თქვენ ძალიან გაძლიერდეთ, თქვენ გაიგეთ თქვენი ძალა, თქვენ გაიგეთ ხოთაშორის აქ სიყვარული არ მოგინელდათ, პირიქით შეიძლება დაჟე უფრო გაძლიერდეთ და უფრო მზად
ყოფნა არის, მაგრამ აქ ორივეს უნდა პრინციპში ეგ რა. ორივეს უნდა თან როგორ დაედო აი ეს ნახათ არკანები, რომ მან უფრო გაიგო, კიდე თქვენ თუ შორს იყავით ერთმანეთისგან, თქვენ სიძლიერეს აი როგორ ძლიერად უყვარხართ ამ ადამიანს, გამიგეთ? იმიტომ რომ აქ ეხლა მაგრამ არის როგორი სიტუაცია, შეიძლება ერთიც და მეორეც, რადგან თქვენ ეხლა არა ხართ ერთად, ну რადგან ჩვენ ვეკითხებით იქნებით თუ არა ერთად, ну თუ დაუშვოთ ეს არის ნორმალურად, კარგად ხართ და რაღაცა ცოტა გაუგებრობა მოხდა, აქ უბრალოდ კი ბატონო, აქ აჩვენებენ რომ არის ეს მომენტი, მაგრამ თუ არის რაღაცა ან თქვა პაუზა ან რამე ისეთი მომენტები, მაშინ იცოდეთ რომ აქ ორივეს, ну ეს პრინციპში ახლა იგი ყოველთვის მასეა, ერთმანს და მეორეს ეჭვი აქ რა, ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ, ვჭირდები თუ არ ვჭირდები, იქნება და უკვე სხვა უყვარს, იქნება და უკვე აღარ უნდა, მაგრამ აქ თქვენ გაძლიერდეთ, გამიგეთ? კი ხარ ძალიან ესეთი გოგო, რომელსაც აი ნამდვილად შეუძლია გაგებად, შეუძლია აი სითბოს გაცემად, შეუძლია ყველანაირად დაუდგეს მამაკაცს მის გვერდით, მაგრამ ეთყობა აი ამ ყველაფერმა, აქ ტყილა ხო არ დასვით თქვენ წერტილი, ხო? აქ როგორ ჩვენა ამან ან რაღაცა მიწერეთ რა, მაგრამ აი ამ სიტუაციამ თქვენ გაგაძლიერათ, თან ძალიან გაგაძლიერათ, რომ ვიცოდეთ რა. ну, ეხლა მოდით მაშინ ვკითხოთ ეხლა ჩვენ ეს იყოს ასე და ვკითხოთ ეხლა რა იქნება დღეს ნაკადში მუშაობ, კითხები აღარ გამიკეთებია, უბრალოდ ნაკადში მაინტერესებ და რაც გვეტყვის ჩვენ ტარო, რადგან უცბად ეხლა რაღაც არც ვაპირებდი ჩაწერას და უცბად რაღაც მომივიდა თავში ეგ და მეთქი გავაკეთე, რადგან ვიღაცას ეთყობა აინტერესებს. მოდით ვნახოთ ეხლა ჩვენ აქ კიდე ნახოთ კიდე რას დაუბრუნდებით, თუ დაუშვოთ თქვენ აი თუ გაშლას დაიწყებ და ოდნავ რეზონირდება, მაინც უსმინეთ, ხო იცით რომ მე ნაკადში კიდე მოდის ინფორმაცია. აი აქ დაუშვოთ კიდე თუ ეს ახალი ადამიანი არის, ხო? და თქვენ ახალი ურთიერთობა დაიწყეთ. გაბედეთ და თქვით რომ კი, всё, აი მინდა დავიწყო. აქ შეიძლება თქვენ ეხაც იმდენად ბედნიერად გრძნობთ თავს, შეიძლება თქვენ გაქვთ შიში არ წავიდეს, იცოდეთ რა. იმიტომ რომ უკვე გქონდა თქვენ ეხა დაკარგეთ ადამიანი და შეიძლება ეხლა უკვე თუ დაუშვათ აი ძალიან აი ესე ბედნიერი ხარ, აი ძალიან ესეთი შეხვედრები, აი რაღაცა აფრთხილანებული ხარ, შეიძლება იყოს აქ ესეთი სიტუაცია, რომ ნამდვილად აი ღმერთმა შეგვახვედრა ერთმანეთი და რა ბედნიერება ზუსტად ისეთია, როგორიც მე მინდოდა, მაგრამ შეიძლება გვეცნობიერად გქონდეთ შიში, რომ ჩვენ გვექნება კიდე გაგრძელება ურთიერთობის, მართლა წავალთ თუ არა, სად მივდივართ, იმიტომ რომ შეიძლება იყოს აქ ესეთი მომენტი, მაგრამ ამ ბიჭმა სხვათა შორის თქვენში დაენახა ძალიან სერიოზული პარტნიორი, სხვათა შორის აი ეს მეორე სიგნიფიკაცია, იმიტომ რომ არ გავხართ თქვენ მის ყოფილებს, გამიგეთ რა ხდება? აი არ გავხართ, თქვა შეიძლება გქონდა რამე მდგენეული მაგას სიტუაცია ადრე, მაგრამ იმას არ გავხართ თქვენ, პირიქით თქვენ ესეთი გოგო ხართ, რომელთანაც შეიძლება თქვათ გაგრძელება ურთიერთობის, იმიტომ რომ რბილი ხართ, ხო? ანუ თან ამავდროულად უძლიერესი გოგო ხართ. აქ არ არის გოგო, რომელიც ახლა ელოდება, რომ მოვა ახლა ვიღაცა და ისე რა ქვია გადამიწყოს ყველა ჩემ პრობლემებს, გამიგეთ? და არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება შეძლებული ბიჭიც არის აქ და უკვე შემდგარიც არის და ელოდებოდა თვითონაც ახლა ისეთ ქალს, ვისთანაც შეუძლია რომ შექმნას ოჯახი, გამიგეთ? და უკვე უნდა მზად არის იმისათვის, რომ აიღოს პასუხისმგებლობა და უკვე შექმნას ოჯახი, მხოლოდ ჯერჯერობით ამას არ გეუბნებ. აქ даже შეიძლება ზოგს არ გქონდა даже ფიზიკური სიახლოვე, შეიძლება არ გქონდათ, ну მაგაზე ოცნებობს, ну ეს ნორმალურია, ეს მამაკაცი, ეს ხა ეს ჩვეულებრივი ნორმალური მომენტი. აი ეგეთი კიდე მეორე სიგნიფიკაცია შეიძლება იყოს აქ. ნახოთ ახლა ჩვენ აბა თუ იცანით ორივე სიგნიფიკაცია რომელიმე ორიდან ვნახოთ საერთოდ ეს ჩვენი მაღალი ძალები, მოდით ვკითხოთ აბა როგორ ხედავენ თქვენ წყვილს. აი მაგათ რა გეგმა აქვს, მაინც ვკითხოთ ახლა ჩვენ. так, იცოდეთ და
აი ნახეთ, მაღალი ძალები ნამდვილად გხედავენ თქვენ, რომ ნამდვილად აქ უნდა ეს შეხვედრა უნდა ყოფილიყო ყველა ვარიანტში. აქ ნახეთ, ან განახლებული, ну ჩვენ ხო ორი ვერსიას ვთქვით, ხო? ან ახალი. ეხლა ნახეთ რა ხდება, კიდე რას ხედავენ. აი თუ დაუშვათ ეს ურთიერთობა განახლებული იქნება, თქვენ აი აქ უკვე ბევრი რაღაცა გაიგეთ და ბევრი რაღაცა ისწავლეთ იმისათვის, როგორ უნდა მოიქცეთ სხვანაირად, აი ჩხუბის გარეშე, გაბრაზების გარეშე, ხო? აქ რაღაცა თქვენ უკვე სხვანაირად თითქოს მომზადებული ხართ, სხვა რეცეპტი გაქვთ უკვე თქვენ ამ ურთიერთობისთვის, გამიგეთ? იმიტომ რომ თითქოს რაღაცა ხვდებით უკვე, რომ აქ უნდა მართლა უკვე მყარი გადაწყვეტილება მივიღო, რომ ჩხუბები და ეგეთი რამები არა. თუ ენებს იყავით აყოლილი, თქვენ უკვე თქვით, რომ არა, არ მინდა, შეიძლება მაღალი ძალებისა გეუბნები, რომ თქვენ აქ რაღაცა ისეთი კარგი ინფორმაცია даже შეიძლება მიიღეთ, ისეთი კარგი ინფორმაცია, რომელმაც თქვენ აი ნუ გითხრათ ის აი ნახეთ, შეიძლება დაუშვათ თქვენ ხა ხედავთ, რომ ეს ადამიანი თქვენ მაინც გათვალიერებს, ხო, რაღაცნაირად ფიქრობთ, რომ აი ვხედავ რა, ჩუმად, მაგრამ ეს კიდე რაღაც თქვა ჩხუბის მერე, ხო, დაუშვათ ახლა და ხო, ну აქ რაღაცა ჭორები შეიძლება იყო ვიღაცასთან კი ბატონო და მაგრამ მაღალი ძალები გეუბნები, რომ შენ ახლა უკვე მიიღე პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც შენ გაბრაზდა. აქ შეიძლება თქვენ და ქალები გეუბნებოდეთ, რომ არ გინდა და რა გინდა ეგა. ანუ ესე რა ქვია, შენ ისეთი ქალი ხარ, შენ ყოველთვის კარგი ზღირსი ხარ და აქ ახლა მაინტერესებს აი მაღალი არკანი მაგ გამომივიდეს. თიანი არის თასების. აქ თითქოს როგორი სიტუაცია, იცით? ну ეხა ნახეთ, მაღალი ძალები მოდით ჩავთვალოთ, რომ მაგათ რა თქმა უნდა თქვენთვის კარგი აბსოლუტურად ყველაფერი რა. პლუს კიდე თქვენ გაქვთ ამ ადამიანთან კონტრაქტი დადებული. ну ეს არის უეჭველი კარმული პარტნიორი ყველა ვარიანტში რა. თითქოს რაღაცა კონტრაქტი თქვენ ხომ მოაწერეთ და ამიტომ კონტრაქტი რომ მოაწერეთ, ნუ გარბი ხარ ახლა ურთიერთობიდან, იმიტომ რომ ვიღაცამ რაღაცა გითხრას, გამიგეთ? აი ესეც არის. აქ შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, შენ რა გინდა და იმიტომ რომ აქ თითქოს აი ყველანი ნახეთ, ახლა მაინც 10-იანიც ახლა შედის იქ მაღალ ძალებში და აი თითქოს სულ ყველა მოგროვდნენ, აქაც მოგროვდნენ და უყურებენ იმას, აბა რა სიზავ თქვენ, გამიგეთ? რა სიზავ შენ ახლა და მაგრამ აი ეგ არის, რომ თქვენ სხვადასხვა ელოდებით, აი რაღაცა ან გზავნილს თქვათ, ხო? ან თქვენ თვითონ შეიძლება ზოგი ფიქრობს, რომ უნდა მიწერო, მაგრამ არ უნდა მიწეროთ არაფერი თქვენ. უბრალოდ როგორი მომენტი არის, იცით, აი სადღაც შეიძლება გულის სიღრმეში თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ რაღაცა შეიძლება გამოვიდეს რა. მაგრამ აი რატომღაც ახლა რა მინდა, იცით, რომ აი აქ რა ხდება და აი მაღალი არკანი მინდა რომ რაღაც გამოვიდეს, რომ მითხრეს აი დამიდასტუროს, რომ ეს ნამდვილად აი მაღალი ძალების აზრი. ცოტა ეს რაღაც უცნაურებები ხდება, ხო ხდებით რა. აბა ვნახოთ მაღალი ძალების აზრი მითხარით. ეს დასწა ისე შემიყვარეს. აქ თითქოს ნახეთ, აი მაღალი ძალები ნუ უყურებ, აი ესე ნახეთ, რამდენი ჭორბიუროები აქ არიან და ეს განან და სულ მუდმივად რაღაცას გეუბნე, აი მაგას მარტო ფული უნდა შენგან, მაგას მარტო რაღაცები უნდა შენგან და შენ მიზიხარ და ჩუმად მაინც ახლა გჯერა, რომ შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერი, ხო? აი ეს არის, აქ ძალიან ურთულო სიტუაციაში კი ხარ თქვენ ახლა. აჰა. так, ну აქ გამოვიდა ჯერ ახლა თვითონ გვერთხების მეფე. აჰა, вот. იეროფანტი ეს მაინტერესებდა მე, რომ ნამდვილად მაღალი ძალები რა სიტყვით თქვენ? აქ მაღალი ძალები რა შვებიან და ეს სიყვარული არის დალოცვილი, იცით? დალოცვილი სიყვარული კი იყო ძალიან დიდი ტკივილი, გაიარეთ უკვე თქვენ და უკვე თქვით, რომ აღარ მინდა ეს ურთიერთობა, დამარხეთ ეს ურთიერთობა უკვე რა. მაგრამ ვითომ დამარხეთ, მაგრამ ვერც მარხავთ, ხო ხდებით, ვერც მალავთ მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ კი ვითომ თქვით
всё, მე გადაწყვეტილება მივიღე, მე არაფერი არ მინდა, მე ჩემთვის უნდა ვიცხოვრო, მაგრამ ამ დროს გული ტკივად, იმიტომ რომ აი აქაც ნახეთ, პაჟი არის იმისი, რა ქვია, თასების და აქაც თასების პაჟი. ეს მე მგონი სხვა დასტიდან არის ეს პაჟი. გეფიცებით ყველაფერს. კი. სხვა დასტის პაჟი მოვიდა გოგოებო, რომ ნახე პადიშკა გაუკეთე, რომ არა გოგო, არა, ვაიმე გადავირიე. აგერ არის თქვენი პენტაკლების მეფე, აქაც ხო არის პენტაკლების მეფე. რასაც სწავლე, აი შეხედეთ რა. მზე და მთვარი გამოგდით თქვენ მაღაზია, ვერაფერიც ვერ დაასრულეთ. შეხედეთ, აქ რაღაცა სირთულეები დამთავრდება და უნდა ნახოთ, გადადიხართ, რაღაც ბედი იცვლება და ეს ადამიანი რაღაც სტაბილურს გთავაზობს, ნუ გადავირიე. შეხედეთ თქვენ ახლა, რომ ესე იგი მაინც ამ დასთან რომ მოითხოვო და ორი პაჟი არის თასების, აი საოცრება არ არის, ეს ტარო არის, მოკლედ რა ვიცი რა. სასწაული სივრცე. თუ გინდათ ამ სასწაულში მოხდა, მოდით ჩემთან კურსის იქ და ვერ შევიწყებ და არაჩვეულებრივი ჯგუფი გროვდება, არაჩვეულებრივი. კარგით, ეს გასაგებია, აქ უკვე პრინციპ პასუხიც გავიგეთ ჩვენ, რომ აქ ნამდვილად რომ თქვენ ამ სიყვარულს ელოდებით, იმიტომ რომ აი რაღაცა გული გეუბნებათ, რომ შეიძლება ყველაფერი არ არის ჯერ დაკარგული, კი, რაღაცა ნახათ, აი თასი მაინც უდევს და მაინც ოცნებობს. სიყვარული მაღალი ძალები გეუბნებიან, რომ ჩვენ შეგისმინეთ უკვე და მოგცემთ ამას. კარგით, მაშინ აი დაუშვით, მაღალი ძალები მზად არიან, რომ თქვენ ახლა კი ბატონო, რაღაცა ნიშნებსაც გაძლევენ, მაგრამ რა უნდა ელოდოთ თქვენ, აი დაუშვით, კი ბატონო, მოხდა ეს შეჯიგება თქვენი ყველაფერი რა გელოდება წინ ამ ადამიანთან. აი როგორ წავა თქვენი, თქვათ, ეს ურთიერთობა. კიდე რა ხართ. აქ იცით რა არის, აქ იქნება მეთვალყურეების ქვეშ იქნებით თქვენ საერთოდ მაღალი ძალებისგან. აი თითქოს როგორ არის, იცით, ეგენი დააფიქსირებენ ყველაფერს აბსოლუტურად. რა იქნება? ანუ ესე იგი, მაგრამ აქ კიდე ნახეთ რა შეიქნება, რაც დაწესეთ თქვენ, ამას მიიღებთ თქვენ. გამიგეთ რა ხდება? და ანუ პრინციპში აქ რა გელოდებათ? ნუ შემიძლია ასე იქნება, ნახეთ, აქ შეიძლება ნამდვილად ბევრისთვის შეიძლება იყოს ეს ქორწინება, რაც ჩვენ აქ ვთქვით. ეს ვინც ელოდება ქორწინებას, უეჭველი იქნება, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა ინფორმაციას მიიღებთ აქ, უეჭველი იმისი, რომ რა ქვია, მიიღებთ მაღალი ძალების რაღაცა ნიშანს ელოდოთ. და აქ ნამდვილად თქვენ ახლა ბევრისთვის იცენოთ ასპენტაგრატუზე არის. კი და 10-იანი თასების. სხვათა შორის აქ რაღაცა პერიოდი იწყება და შეიძლება იყოს კარმული გაკვეთილები ახალი დაიწყება ამ პიროვნებასთან, იმიტომ რომ იეროფანტე ეს არის აქ რაღაცა სხვაობა თქვენ გაქვს სხვათა შორის, ან რელიგიური, ან შედანახა, ან იმისი რა ქვია, ასაკობრივი ქვეყანაენები, რაღაცა ყველაფერი აქ. მაგრამ ნახეთ რა ხდება. პრინციპში თქვენ გაკვეთილებს დაიწყებთ მასთან ისევ, მაგრამ როგორც მე სულ ვიძახარ ახლა რომ იცვლება ყველაფერი სიყვარულით. თუ დაუშვ ადრე იყო ლანძღვა, გინება, ჭხუბი და ასე შემდეგ, აი ახლა თქვენ გაევლით ყველაფერს სიყვარულით. აქაც ნახეთ სად იყო ეს 10-იანი პენტაკლების, მაპატიეთ, მე რო გითხარით რომ გითვალთვალებენ მაღალი ძალები და იქაც იყო 10-იანი პენტაკლების, ნუ სადღაც აქ არის რა. ხო, და იგივეს გვეუბნება ეს დასტაც, просто უბრალოდ ორი იეროფანტი, ესე იგი აქ თქვენ სუდა გაკვირდებიან მაღალი ძალები. რატომ ასეთი ყურადღება? იმიტომ რომ თქვენ ეხლა უკვე უნდა გაიაროთ ეს ყველაფერი, ეს ურთიერთობა, განახლებული სიყვარულით, სადაც იქნებით ორივენი კმაყოფილები და არანაირი აი აქ არ უნდა ჩაერიოს თქვენთან რაღაცა ტყვილები და ასე შემდეგ თქვენი თქვა თუნდაც პარტნიორისგან. იმიტომ რომ აქ მაქსიმალურად ეგრევე ამას
ну, короче, დაერევიან მაღალი ძალები, თუ კიდე რამე მაგან იეშმაკა აქ ამ ურთიერთობაში გამიგეთ რაღაცა თუ მოხდა, იმიტომ რომ აი ეს გადაწყვეტილება აქ ტყილა უბრალოდ მიღებული არ იყო. არ იყო. ნუ რჩება მოდეთ თქვენ ახლა კიდე. ну ჩქარობთ თქვენ, დაელოდეთ ყველაფერს, დაკავდეთ თქვენი საქმეებით ყველაფერს, დაასრულეთ, ну თუ რამე გააქვთ და არ არის საჭირო თქვენ ამაზე ინერვიულოთ. აქ თვითონ მაღალი ძალები ჩაერთობიან, თვითონ, აბსოლუტურად თვითონ და ყველაფერს შეცვლიან ეს თქვენი აქ კიდევ გეუბნეთ თქვენ სულ მეთვალყურეობის ქვეშ ყავხართ მაღალი ძალებს რო იცოდეთ და ეხლა თქვენი აი ეს დარდი ნერვიულობები რაღაცები ყველაფერი თუ რამე გააქვთ ეს ყველაფერი დასრულდება happy end-ით. ანუ აქ შემოვა ახლა ну ეს ყველაფერი მართლა დასრულდება ამ ყველაფრით, იმიტომ რომ აქ შეიცვლება, შეცვლიან, იმიტომ რომ ამათ უნდათ ესე იგი თქვენ საგვარეულოებს ეთყობა უნდათ რომ თქვენ იყოთ ერთად, ხო? ანუ კი იმის შეიძლება თქვენ ახლა ფიქრობთ რომ არაფერი აღარ იქნება, მორჩა დასრულდა, მე უკვე ისეთი წერილი ან იმანაც შეიძლება მოგწერა თქვენ ისეთი წერილი, ან თქვენ შეიძლება, ну აქ ყველაფერი ძალიან მტკივნეული სიტუაცია არის, მაგრამ აქ დაელოდეთ შეტყობინებას, ყველა ვარიანტში დაელოდეთ, იმიტომ რომ აქ სიტუაციები რაც გითხარით, ეს დასრულდა და აგერ უეცრად შეიძლება გამოვიდეს ადამიანი კავშირზე და აი ნამდვილად როცა შეიძლება თქვენი საქმეთ იყო დაკავებული, ვაფშე არ ელოდებით მაგას საერთოდ, აი რომ გადაერთობით თქვათ რაღაცებზე და უკვე საერთოდ იფიქრობთ რომ всё აღარც მოვა და აი მაგ დროს ეს ადამიანი გამოჩნდება თქვენთან და დაიწყება თქვენი ახალი ასეთი მზიანი ისტორია, რასაც მე თქვენ გისურვებთ ყველას ჩემო კარგება.